მარიამ ლოლაძე არის ჩვენი სტუმარი. კი ბატონო, მარიამ ლოლაძე ქართულ ფოლკლორზე შეყვარებული მომღერალი და აი ასე მოცეკვავებთან ერთად რომელსაც მარიამი გაგვაცნობს თვითონ დარწმუნებული ვარ, მოვზანდით, დავზანდით. გამარჯობა, მადლობა რომ ხარ ჩვენი სტუმარი. მადლობა თქვენ მოწვევით. დღეს პირველად ხართ მე მგონი ჩვენთან. თქვენთან კი. სხვაგან არ ვიცით ჩვენ არ ვცნობთ ესე იგი სტუდიაში პირველად არ ვარ. არა, მაგას მივხვდი. კი ბატონო. მაშინ გაგვაცანით თქვენი მოცეკვავეები ვისთან ერთადაც გამოდიოდით. ესე იგი სიმღერა ეკუთვნის პირველ რიგში ამას ვიტყვი ბატონ ზურაბ ჩინჩალაძეს. დიახ. არაჩვეულებრივ კომპოზიტორს და ადამიანს. ტექსტი ეკუთვნის ბატონ დავით ქურიძეს. და მოცეკვავეებით თვითონ ქორეოგრაფიული ნაწილი, ვინც დადგა ცეკვა, არის ბატონი ზურაბ ფარჯანაძე. მოვიკითხავთ, სტუდიაშიც არის ნამყოფი, იცნობს პოსტალიონის მაყურებელი. აბა თქვენი ის გითხარით ახლა საეროდის დაიწყო თქვენი კავშირი, ასე ვთქვათ, ქართულ სიმღერასთან, ცეკვასთან, ეს ყველა კოლაბორაცია ეგრეთ წოდებული როგორ შედგა და ასე შემდეგ. დიახ. ზოგადად ბავშვობიდან, ძალიან პატარა ასაკიდან ვარ შეყვარებული ქართულ ტრადიციულ ფოლკლორზე, ძირითადად. და მომღიმარ ბიჭზე, ხო, როგორც მოვისმე. ეგ ზედა მე. ეგ მე ამბავია. მომღიმარო. რეპერტუარს როგორ არჩევ ხოლმე? დიახ, ესე იგი სხვათა შორის მე სანამ ქართულ ხალხურ ფოლკლორში, ასე ვთქვათ, გადავიდოდი, მანამდე უფრო ძირითადად ბავშვების ასაკში, პატარავების ასაკში საესტრადო ჟანრში უმღეროდი, ასევე ქალაქური ცოტა მერე პერიოდში უფრო მეტად კი ბატონო. და რა თქმა უნდა ახლა ამ ეტაპზეც იქმნება კიდევ ერთ-ერთი ძალიან საინტერესო სიმღერა ქალბატონი სოფი რაფაელასი, კომპოზიტორის. სიმღერის სახელწოდება არის ბედი და მალე მასაც მოისმენს ჩემი მსმენელი. სოფი რაფაელა გვარია თუ ფსევდონიმია? გონი გვარი. თქვენ ზაიგენით. ვიცავი. კი, ესე იგი მუსიკალური ანსამბლის სახელად სასომა. ხო? დიახ, ჩემი ანსამბლი. კი, რომელიც თქვენ ჩამოაყალიბეთ. აი ამის შესახებ მოგვიყევი და რატომ ეს სახელი, ესეც ძალიან საინტერესო. კი ბატონო, მე ვსწავლობ თეატრალურ უნივერსიტეტში, დრამის ფაკულტეტზე მუსიკალური მიმართულებით. მაგარია. დიახ. ესე იგი, ვარ მომავალი ლოტბარი და რეგენტი პროფესიით. დრამის ფაკულტეტი, ანუ დრამა თუ დრამი? არა, დრამა როგორც სამსახიობო მიმართულების სხვადასხვა. კი ბატონო. დიახ. და რა თქმა უნდა, ჩემი პროფესიით მინდა სამომავლოდ ჩემი მიზანი არის, რომ ეს მოსწავლეები მყავდეს და პატარა ბავშვებთან მინდა ძალიან მუშაობა. სხვათა შორის დავიწყე, ეს თქვენ რაც ახსენეთ, ანსამბლი სასომა ჩამოვაყალიბე შარშან. სასომა სახელი ზოგადად ასოცირდება სასოსთან, სასოებასთან, რწმენასთან, იმედთან და მარ, აი ასე ვთქვათ, მოფერებითი, კნინობითი ფორმა არის ჩვენი ზეციური მამის ღმერთის. აქედან გამომდინარე ესეთი ყოფილა რა ჩანაფიქრი. ასე ვთქვათ, რაღაცნაირად აი თითქოს ღვთისგან მოვიდა, რომ ეს სახელი მინდოდა დამერქმია ჩემი ანსამბლისთვის. და რაღაცა ანალოგი არც აქვს, მე მგონი ამ სახელს არსად. კი. არის ეს? არა, არსად. ხო, კი არ. ანალოგი არ აქვს კი. არ არსებობს ნამდვილად კი და რაღაცნაირად ანსამბლის შესახებ მოგვიყევი. ჩემი ანსამბლის ხო? შარშან ჩამოყალიბდა. ეხლა წელს ვამთავრებ სასწავლებელს და სამწუხაროდ ვეღარ ვახერხებ აქტიურად მოსწავლეებთან მუშაობას, თუმცა მომავალ წელს აუცილებლად მინდა რომ განვაახლო მიღება და ბავშვებთან დავიწყო უკვე ოფიციალურად მუშაობას შევუდგე. კი ბატონო. კი ბატონო. როგორც ვიცი, კიდევ ერთი სიმღერა უნდა გვაჩუქოთ. კი. ესეც ბატონ ზურაბ ჩინჩალაძეს ეკუთვნის, კიდევ დუეტი გვაქვს ერთი მე და ზურაბს. ცოტა ხნის წინ ჩავწერეთ და რადიო
არ დაიდარდოს ეთერშიც დაპრემიერდა. იქაც შეუძლია მოისმენოს ჩვენმა მსმენელმა. მამაშვილობა ჰქვია სიმღერას. რა კარგია. აი ბატონი ზურაბი არის ჩემთვის როგორც მამა მართლა, იმდენად ძვირფასი ადამიანი არის და მოვიკითხავ აქედან ჯერ სიყვარულით. ჩვენც მოვიკითხავთ. ასე იგი, მარიამს მივცეთ იმის საშუალება, რომ გამოიცვალოს და შემდეგი სიმღერა შემოგთავაზოთ. არა, მე მგონი ისე კარგად გამოიყურება, რომ ასეთ მოახერხებს, მე მგონი და ისე ლამაზი ფორმაა. სხვათა შორის ხო ის ფორმაზე ვინ მუშაობს და როგორ ადგენთ დიზაინს. კი ბატონო. კაბების და ჩაცმულობის. დიახ. სხვათა შორის ახლა ჩემს თმაზე იზრუნა ნინო ნანომა სინერჯი სტუდიოს წარმომადგენელმა ჩვენთან ერთად იმყოფებოდა და მასაც დიდი მადლობა მოვიკითხავ. აქვე იმყოფება სტუდიაში. ძალიან კარგი. ბევრი ადამიანია სხვათა შორის ჩართული, მაგალითად გვირგვინი დაამზადა. გვირგვინზე მე ეგეთი გვირგვინი თეთრი ვერცხლის ფერფერებს მარგალიტებში და ბრილიანტებში თუ შეიძლება მე მაღაზიაში ვისაუბრებ. კი, თალკე ვიცაუბროთ. მე შეულებრივი არა ძალიან თავდაბალი ვარ, ოქროს გვირგვინი მინდა. ესეთი დიდი სადაც იყოს ერთი თვალი საკმარისი არის, აი ცოტა შეუმჩნეველი გამჭვირვალე ბრილიანტს რომ ეძახიან. ერთი 6-7 კარატიანი მეტი არ არის, ხო? აუ რა კაია. შენ არ მოგიხდებათ. კი რა თქმა უნდა, ვის არ მოუხდება. ყველა მოიხდეს ხო? დაპირებული სიმღერა რას შეგვისრულებ? კი ბატონო. მოხეული ბალადა, ასე ჰქვია სიმღერას. ტექსტის ავტორი არის მზია მიაგელაშვილი და მუსიკის რა თქმა უნდა ბატონი ზურაბ ჩინჩალაძე. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა და სცენას აბა. კი ბატონო, ძალიან